ანაკლიამდე კი პრეზიდენტი ჩხოროწყუში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მეოფეშიოსთან ერთად მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. პრეზიდენტი ეკლესიასთან შეკრებილ ადგილობრივებსაც გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ჩხოროწყუელებს მთავრობის პრიორიტეტები გააცნო და 1000 ლარიანი ვაუჩერების, ასევე სახელმწიფო დაზღვევის შესახებ ესაუბრა. ჩხოროწყუში პრეზიდენტი ამ რაიონის დასათვალიერებლად ჩასულ უცხოელ ტურისტებსაც შეხვდა. My card will have this. Can I have a photo? Yeah, absolutely, I would love to. Where is your fiancée? She can't make it today. She has a training tomorrow. This is my host father. This is my host father and my nephew. ორი ახალი კურორტის შენებლობა აჭარაში. ხსნით ახალ ბულვარს და ახალ აკვაპარკს არაკლიაში. და შეიძლება ვიღაცა თქვას, ეს ხო ყველაფერი უცხოელებისთვის კეთდება. არა, ჩემო მეგობრებო, უცხოელებისთვის არაფერი არ კეთდება. ეს კეთდება პირველ რიგში თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კეთდება იმ ხალხისთვის, ვინც ცხოვრობს ამ კურორტების გარშემო. ეს კეთდება იმ ხალხისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას იმისაც, რომ თავისი მეურნეობა აწარმოოს, თავის შვილებს საუკეთესო განათლება მიცეს, თავისი მომავლის გარანტიები შექმნას. აქ ცხოვრობს წარმოუდგენლად დამსახურებული კარგი ხალხი. ყველაზე თბილი, მეგობრული, გვერდზე მდგომი, საინტერესო განათლებული ინტელიგენტი ხალხის მეცნიერება საქართველოს მსოფლიოში. ამიტომ მე ვიცი რომ ჩვენ უნდა მოვუაროთ იმ ხალხს ვინც ხალხი უკვე შესული. ამიტომ ჩვენ მეწინააღმდეგეებს როცა მოვედი აქ გითხარით რომ გვექნებოდა 100 დოლარი პენსია. მე დავამთავრებ მომავალ წელს საპრეზიდენტო მეურნეობა და ისე რომ მიუხედავად იმისა რომ ომი იყო, კრიზისი იყო, ყველანაირი უბედურება ჩვენ თავზე გადაიღარა, საქართველოში იქნება 100 დოლარიანი პენსია, როგორც მოგახსენეთ ეს აუცილებლად მოვაქვთ ოჯახში. ყველაფერს გავაკეთებ იმისაც რომ ამ ახალგაზრდობას მაგრამ ვასწავლოთ. ხელი გავუმართოთ. საუკეთესო პერსპექტივები გაუჩინოთ და მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყეთ თუ რა არის გაჭირვება, რა არის ხელმოკლეობა, რა არის უპერსპექტივობა და მართლაც წალგამართულ ქვეყანაში წალგამართულად იცხოვროთ. მე მინდა რომ ჩვენ ახალგაზრდობას გაუხსნათ გზა ყველა ერთად მათ შორის ამ არჩევნებზე.